მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. ვიმყოფები სასროლეთზე. დღეს ჩემპიონატი იმართება ზუსტ სროლაში 22 ელერი, ეს არის ტყუის და იარაღის კალიბრი. დეტალურად განვიხილავ ყველა იარაღს, ყველა მონაწილეს და გადავიღებ ყველაფერს. ეხლა საერთო სურათი მინდა წარმოგიდგინოთ. სამზადისია ესეთ სიტუაცია, იარაღები აი ესეთ მდგომარეობაშია, განტვირთულია, განმოხტულია და ელოდება მსროლელს. აი ესეთ მდგომარეობაში გამოღებულია სასხლეტი, იარაღში გატარებულია ესეთი ფერის. მაჩვენებელია რომ განმოხტულია იარაღი. ესეა ყველა აბსოლუტურად. მონაწილეები უკან არიან გადასულები, ელოდებიან ეგრეთ წოდებულ ბრძანებას, კომანდას. ესეთი ვითარებაა დღესდღეობით ამ წუთში აქ სასროლეთზე. მოგესალმებით. YouTube არქივ უიარავო. ბატონო ზურა სალამი. მიესალმეთ ჩვენ მაყურებლებს. გამარჯობოთ ვიფასო მაყურებლებს. ხმა საიდან? ხმა აქედან თვითონ სედვე. ხო, მაგრამ შენ იცი რომ აი ეს რო აქ ზემოდან გაკეთებული ხმა აქში არ არის. აქვს ჭრილები და შედის ხმა ჩვეულებრივ. ეხო წყალში შესაძლებია. არა, ეს არ არის წყალში შესაძლებელი. წყალში შესაძლებელი არ წამოვიღე, რა თქმა. პეტლიჩკა დაუკერო, თორე ხმა იქნება ძალიან. პეტლიჩკას დაუკერო. ჩართულიო დაგაკ არ გაკეთებს ეგ. შემდეგ უნდა გუნდე მერე სროლა იარაღი დატოვოს, როგორც გაუკეთოს აუცილებლად. იწყება ჩემპიონატი. აღარ უნდა სროლა იარაღი. სროლელები მოემზადნენ. ყველა მივიდა თავთავის პოზიციაზე, თავთავის იარაღთან. აქ არის წარმოდგენილი სხვადასხვა საქართველოს კუთხიდან ადამიანები, რომლებიც არიან გაერთიანებული ამ ზუსტი სროლის ფედერაციაში და აქვთ სურვილი, აქვთ იარაღი, ღებულობენ მონაწილეობას. აი ესეთი სიტუაცია არის აქ. ყველა მონაწილეს გისურვებთ წარმატებას. აბა თქვენ იცით. ბატონი ზურაც აქ ბრძანდება, ჩვენი მეგობარი, იარაღის განხილვა. საინტერესო თოფებით არის ხალხი წარმოდგენილი. ძალიან მომეწონა ეს იარაღი და მივდივარ მისკენ. ელოდება ბრძანებას, მაგრამ მოვასწროთ იქნებ გადავიღოთ, მე კიდე დეტალურად განვიხილავთ. ძალიან ერგონომიული კონდახი აქვს, სახელდაგვარი. გაგიმარჯოს მართლა ბატონო ვაჟა, გისურვებ წარმატებას. ტყვია ელეი, ტენექსი, იარაღზე ორი სიტყვა. ესე 450 ვარმენტი ჩვეულებრივი. კონდახი გაქვს გადაკეთებული. კონდახი, სასხლეტი, შეცვლილი. ოპტიკა ვორტექსი. შვენიერი. დავიწყეთ? დრო დავიდა, დაიწყო. რამდენი ხანი გოგ დრო? 40 წუთი. ესეთი ვითარებაა. დაიწყო უკვე გასროლები. ვადა აქვთ. ვაზნების რაოდენობა არის 30. დრო აქვთ 9 საათი. მოკლედ პირველი მონაწილე
და მისი იარაღი. იარაღი არის რუსულიო, ურალიო. მაგრამ კონდახი აქვს ძალიან ერგონომიული. თქვენი გაკეთებულია კონდახი? რამდენიმე ვარიანტი გამოდიოდა და ერთი ვარიანტი ეს არის. ერთ-ერთი ვარიანტი არის ეს და ოპტიკაც ძალიან მაგარი უყენია რომ ხედავ. მაგრამ ეს ურალი ერთყიანი ურალები რო იყო ის არის ხო? ჭიდიანი ვარიანტიც გამოდის, 5 ჭიდიანი, მაგრამ ეს კონკრეტული ერთი. აი ძალიან მომეწონა ამის კონდახი და ერგონომიკა. თუ ხედავთ ახლა თქვენ ხელი როგორ შედის ძალიან მაგრად შედის ხელი და აი ეს ერგონომიული კონდახი ძალიან კარგია. რეგულირებადი სასწრაფი აქვს და 5.25 გიყენიათ დისკოვერის ოპტიკა, ხო? შვენიერი. მოკლედ დავიწყოთ იარაღების განხილვა და გადაღება. ულამაზესი კონდახი აქვს, ძალიან ერგონომიული. ნუ ერთ-ერთ მსროლელს მოვადექით თქვენ სახელდაგვარი. მოგესალმებით. YouTube არქივ იარაღო და მათი მაყურებლები. ერთ-ერთი მონაწილეა დღევანდელი საქართველოს ბენჩრესტის ანუ ზუსტი სროლის ფედერაცია ატარებს სროლას ზუსტ სროლაში. ტურნირს. ეს არის იარაღი, რომელიც არის ლულა არის ჩეზე. კონდახი არის ძალიან ერგონომიული, ცალკე იყიდა ამ კაცმა. აერგე ბრავო. ოპტიკა რა გიყენიათ? ვექტორ ოპტიკი კონტინენტალი 5.30. 5.30. შვენიერი გადიდებით. ესეთი ტოპია. ეს ლულაზე შეიძლება საცეცხლურის გაკეთებაც, ხო დი? ეს ბაქვს. მაქვს. ჩეზია. შეზე 457 ვარმინტი. მოკლედ გასული ამ იარაღის პატრონი ეს არის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც იღებს მონაწილეობას ამ ტურნირში და აქვს რუსული, ეგრეთ წოდებული გეკო 22 OLR-ი. აი ასეთი ერგონომიული კონდახით არის, ასეთი ოპტიკით არის წარმოდგენილი და ესეთი ლამაზი ერთტყვიანი ეგრეთ წოდებული ტოზი. ძველი რუსული ტოზია ეს, ოღონდ ძალიან ამას მდგომარეობაშია ამ კონდახით. მოკლედ ესეც ერთ-ერთი მონაწილე. მოგესალმებით. ტიკა TX. ჯერ თქვენ სახელდაგვარი გითხარით. გიორგაშვილი. გაგიმარჯოს ღმერთო. მოგესალმებოთ YouTube არქივ იარაღო. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. დავიწყოთ ახლა თქვენი თოფის განხილვა. ტიკა TX სტანდარტული რაუნდი. უბრალოდ ხელში ვავლე. არკენი. ეს ოპტიკა ხო? დიახ. 5? ხო, იქ 5. 5.25-ზე გადიდებით. შვენიერი ოპტიკაა, შვენიერი თოფია. გისურვებთ წარმატებას. მადლობა. თქვენგა საერთაშორისო მისიების გავიარეთ ფედერაციის ფედერაციის. უბრალოდ ეს თორე ძირითადი მიმართული ვარ ბენჩერში, კლასიკური ბენჩერში 50 მეტრზე. არის თავი. ანუ 22 LR-ის 22 LR-ი და აი კრემატული და 22 LR-ი. მერამდენი სტატუსი. ოფიციალური სტატუსით ეს F-კლასი დადგება პირველად. ისე მე მეოთხე დღეს არის. მეხუთე ერთხელ ვერ დავით არის მარტო არ ვიცოდი. პოლიციის ერთი და პოლიციის და დადგება. ანუ ფედერაციის წევრი როგორ გავხდი? მარტივად რეგისტრაცია. ინტერნეტში შევიდეთ, როგორ არის ყველა ინსტიტუცია და გვერდი აქ ადმეტერია? ინტერნეტში აბრი ფაქტორი რეგისტრაციას გაიგე. ეხლა რა იმაში მიცოლა? ეხლა ვიცით ეს კლას მინიმზე, ეს კლასი არის 1000 იარდზე და ეს არის იმისი მინიმალური ვექილი. 1000 იარდი რა 100 მეტრი? ეხლა 900 სტანდარტული ჩვენთვის ამი ის მინი ვერსია. აჰა, მინი ვერსია ჩვენთვის 100 მეტრი. 100 მეტრზე მიდის და აი ეს ამდენი თვე უნდა ის 30 ჩათვლითი და 10 მისასვლელი. ეხლა მიდის მისწოლა? არა, მისასვლელი. უკვე ჰა, დაიწყო. არა, მისასვლელი და ეს. აჰა. კიდე რა მაინტერესებდა ძალიან მისაძია. ავტორები თუ ყავს.
აი იარაღის მაღაზია არის მაღაზიები საიბერჯი პოსტა სულ რო შევხედოთ რამდენი მონაწილე იღებს მონაწილეობას აქ დანომრილია და იმის მიხედვით ისვრიან 30 მონაწილე იღებულობს მონაწილეობას აი ბოლო ციფრი 30,000 30 მონაწილე იღებულობს მონაწილეობას ესე იგი როგორც თქვეს 30 გასროლა არის ჩათვლითი და 10 არის მისროლა ანუ იარაღის გასწორება გავამხნევოთ მსროლელები შევეხმიანოთ კარგია შვენიერია კარგი შვენიერია მოკლედ ერთ-ერთი მონაწილის იარაღი მინდა გადავიყო სახელი გვარი ილიას არიშვილი დაასრულა ბატონმა ერიამ სროლა და მოდი განვიხილოთ მისი იარაღი 2 სიტყვით თქვენი იარაღის შესახებ ტიკა TX-1 Voltex-ი 620 დათვალე შენები ილია მოდ მაიქულა ვარ ტიკა Voltex-ი ეგრეთ წოდებული Vortex-ი ოპტიკა დაასრულა სროლა და მინდა იარაღი განვიხილო თქვენს წინაშე ესეთი ერგონომიული სალოყი აქვს ამ კონდახს და აი ესეთი თავის წარმოყვება კი ბატონო შვენიერი გადავიღოთ ერთ-ერთი მონაწილის იარაღი თქვენი სახელი და გვარი გიორგი ლელუაშვილი ბატონო გიორგი მორჩა სროლას ესეც როგორც ბევრი სხვა იარაღი აქაც ტიკა TX სამიზნე არის Vortex Venom 525 45 მმ-იანი ლინზებით
თავის ამ დისტანციაზე და პრინციპში ამ კალიბრისთვის 25 დაბაზე მეტი წესთ არ არც არის საჭირო, კი ბატონო. შვენიერი არაღია. ბოლტი დანარჩენი სტანდარტული. რაც მომწონს ახლა ტიკასი ლულა ამუშავებს ტყვიას იდეალურად. ნუ ტყვიასაც გააჩნია, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც. მორგებაზე, მაგრამ მორგებაზეა. რასაც მოირგებს იმას. კიდევ ერთი მონაწილე გადავიღოთ, დაასრულა სროლა. თქვენი სახელი და გვარი? გიორგი წიწილა. გიორგი წიწილაძე. ბატონო გიორგი, ორი სიტყვით თქვენი არაღზეც გითხარით. რა გვაქვს აქ წარმოდგენილი? აუ, ის რის თქვენ უკან და იარაღი პიკა ოპტიკა ვორტექსი ვაიპერი 525 შვენიერი. აბა წარმატებებს გისურვებთ. კიდევ ერთი სროლელი მორჩა სროლას დაასრულა თავის 2 სიტყვა თქვენზე და თქვენი არაღის შესახებ. პირველად ვიღებ მონაწილეობას ამ ტურნირში. სახელი და გვარი? დავით ხვედელიძე. გაგიმარჯოს ღმერთი. თურქული წარმოების თოფი არის, ხათსამ ესპორტი. საკმაოდ ბიუჯეტური არაღია, მაგრამ ვფიქრობ, კარგად ესპარეს. კი ბატონო, ჰაცან ესპორტი, მეც მაქვს ასეთი. ჩემმა მაყურებელმაც იცის ამ თოფის შესახებ. ბოლტ ექშენია, ანუ ხელით გადატენის მექანიზმი აქვს. ოპტიკა რა გიყენიათ? Discovery-ის 6-24. 6-24 გადიდებით. კი ბატონო. წარმატებებს გისურვებთ. აიხარეთ, ბატონო. მოკლედ დაასრულა კიდე ერთმა მონაწილემ. მოგესალმებათ YouTube არხი. უიარაღო. წარმომიდგინეთ თქვენი არაღი, აბა. IKT-X1 IKT-X1 ოპტიკა რა თქმა უნდა ვექტორი ვექტორ ოპტიქსის ტაურონ გენ 2 მოდელია ტაურუსის სახელით იყო ადრე ხა ტაურონი რა ზომა 5-30-56-ზე პირველ ფოკალზე 5-30 გადასარევია პირველ ფოკალზე მე გადავინაცვლებთ კონტინენტალზე უფრო მაღალ კლასზე კარგი არის ისტორია არც ეს არ არის ცუდი საქმე არა შვენიერია აბა წარმატებებს გისურვებთ ამობა გაიხარეთ მოკლედ 2-20 სიტყვა ამ თურქული არაღის შესახებ ძალიან ბევრი მეკითხებოდა თქვენი სახელი გვარი და მდგომარეობა სამადლობთ მოგესალმებით გიორგი კაცლიშვილი მეორე მონაწილეობა ამ შეჯიბრში და აუც შედეგებით ნახოთ როგორ კონკრეტული იქნება შევხედოთ იარაღს ამ იარაღზე ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს გადაღებული და ყველა მეკითხება როგორია მუშაობაში თქვენ რას გეტყვით მე სადღაც 300 წლამდე მაქვს ნასწრული და ჯერ ფლატ შედეგზე რო თქვა ორიენტირებულად აი რაღაც განსაკუთრებულია ვერ გეტყვით რა ნახოთ როგორც ყველა იარაღი ისრის შეულებრივ სანადიროდ შვენიერია მაგრამ აი მიზანში სასროლად ნახოთ აბა რა შედეგით გავდეთ კი ბატონო მადლობა ძალიან დიდი მადლობა ჩემი არხის მაყურებლებს უფრო აინტერესებთ ეს ბიუჯეტური თურქული გეკოსტოფები და ძალიან დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის მადლობა მოკლედ კიდევ ერთმა მონაწილემ დაასრულა სროლა მოკლედ თქვენზე და თქვენ იარაღზე 2-20 სიტყვა გვესაუბრეთ პირველად ვარ დებიუტანტი ვარ კი ბატონო ჩეზი არის 450 ვარმინტი სრულით კი ბატონო ოპტიკა არის ჰუკის 6-24 50 მმ-იანი ლინზით პირველ ჯერზე ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ მაინც ბოლტექშენია ხო ბოლტექშენია რა თქმა უნდა კი ბატონო წარმატებებს გისურვებთ მადლობა ამ ოპტიკაზეც 2-20 სიტყვა ბევრს აინტერესებს ეს ჰაუკის ოპტიკა 6-24 არის ზუმით საკმაოდ სტაბილურია 50 მმ-იანი ლინზა აქვს უკმაყოფილი ვარ მადლობა პირველად გამოდის სახელი და გვარი თქვენი დავით ნოზაძე ბატონო დავით ძალიან ისეთი ოპტიკა გიყენიათ ყველასგან განსხვავებით არა კამერა მოგდატანებული კამერა გიყენიათ ძალიან საინტერესოა რა ღირდა ეს კამერა $600 თუ რაღაც ეგრე დაახლოებით. ყველა ოპტიკაზე ერგება ესე იგი. კი, გადამისინე აქ მუხტები აქ შიგნით და ასე თუ ისე უმეტეს ოპტიკაზე ეს ჩამოსა პრიზმა აქ და ანუ ნახევარშუქს უშვებს თვალში, ნახევარშუქს უშვებს სენსორზე და რასაც ოპტიკა ხედავს ზუსტად იგივე სიწერს.
თოფი ტიკაა როგორც ხედავ. ტოპი ტიკეთი 457. თოფი ტიკა და ეს ვიდეო კამერა ძალიან საინტერესოა ბატონებო მე და ანალიზისთვის რა თქმა უნდა საკუთარი ის რო მადლობა ბატონო დავით, მადლობა ყურადღებისთვის. მოკლედ როგორც დავასრულეთ სროლა, როგორც გითხარით, სროლის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე მიდის თავის სამიზნესთან. 30 სამიზნეა მოწყობილი, 30 მსროლელი იყო. მივდივართ ახლა სამიზნეებთან და ის ეფექტი მსროლელი რო უყურებს თავის განაკეთებ ქულებს გადავიღოთ ახლა ყველა სამიზნე მივედით მსროლელი ნომერი 18. აი ესეთი შედეგი აქვს ჩემო ბატონო 18-ს გაკეთებული. ეს 17. შვენიერი ქულები აქვს ამ 17-ს გაკეთებული. 16. 16 ცოტა აცაბაცაა ნასროლი. 15-საც არა უშავს. 14 საღოლძო ერთ-ერთი ვერ გაურტყია. ამ კაც დაუდგები. ეს ვინ ყოფილა? საოლძო შენ გწოდნია სროლა. შენია? კი. ალადეს გაიგოცი. 12-საც თლად არა უშავს. 11-საც კაი გაკეთებულია, ვისია 11? 10 საღოლძო კაი ნასროლი აქვს. აი ეს განსაკუთრებით. აი აქ სანტიმეტრიც არ არის ჯგუფი, ბიჭო, 1 სანტიმეტრში იზის სულ. აი ნასროლი. საოლ. 9 ნომერი ჯიგარი, მაგარი ნასროლი. აქეთ მოიხსნა უკვე. მოდი ბარემ ყველას ჩავყვეთ. შევხედოთ ვინ როგორი დონის მსროლელი ბრძანდება პატივცემული. 19, 20, 20 გადავიღოთ. თქვენია 20? კაი ნასროლია 20-იც. 21. არა უშავს 21-ს. მაგრამ ჯგუფი თლათ ვერაა გაკეთებული. შენ გენაცვალე, აბიჯო ნასროლი. არ მოხდება ეხა ნასროლის აპარტი. შენ დადგები აქ და რა, ცუდი მალადეს. ეს მაგარი ნასროლი გაქვს. მაგარი ნასროლი გაქვს. ამან არ მიიღო მონაწილეობა. აბიჯო მსროლელი. ვისი ეს სულ თეთრში ურტყია. ეს მეგონი ოპტიკის გარეშე რასო. პოლო ავტომატიკონი. ეს არის ოპტიკის გარეშე. მაგრამ უშუალოა კაცი. ორი. სამი. მალადეს, 28-ს 7. სუთეთში ურტყია. და 7-საც არა უშავს. ო, ეს კაი ნასროლი. ამან ადვოკატია იყვანა უკვე შიოდა წეგან იქნების გამო. 29-საც არა უშავს, მაგრამ თლათ კაი არ არის ამის გარდა, ეს კაი ნასროლია. აქაც ესეც კაი ნასროლია, კაი ჯგუფია. ახლოში ზის. მოკლედ დაიწყო ქულების დათვლა.
მოიხსნა ის 30 ცალი სამიზნე და ეხლა ითვლიან შეაჯამებენ შემდეგ აი გვარების მიხედვით იწერება ქულები და რომ დასრულდება ეს პროცესი კიდევ გავაგრძელებთ გადაღებას აქ მიდის დალაგების და ალაგების პროცესი აი ესეთ სიტუაციაში ვართ მოკლედ დასრულდა შეჯამება 30-ვე სამიზნის ჩამოწერეს ქულები და გამოცხადებას იქნება რამოდენიმე ხანში. მოკლედ დამთავრდა შეჯიბრი, მიმდინარეობს ქურების დათვლა, მაგრამ ჩვენი მეგობრები მაინც არ ეშვებიან და ასწორებენ იარაღს და მიმდინარეობს შეჯიბრივით ხო არა გაქვთ ბიჭებო მოწყობილი? ერთმანეთს ხო არ ეჯიბრებით? ერთმანეთს არა. ჩვენ წინა ვერსიას ვეჯიბრებით. აჰა, თუ უკეთეს გააკეთებთ? ძალიან კარგი. მე მგონი უნდა მიმეღო მონაწილეო. ხო. გაისროლე და მე გახსენე და აღარ გადავ. შენ არ ლაპარაკ, ხო გადავიღე. კი, როგორ აღლაპარაკო? მიმდინარეობს ის გამოაჩინა რა. დაანგარიშება ქულების. ჯერ არ დასრულებულა. მე ქულაზე ჩავიდე თუ X-ზე ჩავიდე არ ხო, ჯერ მე-9 ნომერზე 30 სამიზნეა გასასწორებელი. ჯერ кайხანი მომდება თავი. ბატონო ზურა, როგორი კმაყოფილი ხართ დღევანდელი ტურნირის? ძალიან მაყოფილი უბრალოდ ამიდმა ცოტა ხელი არ შეგიწყო, მაგრამ არა გვაცალა სრულად. სრულად გვაცა. შიმები? ერთ წუთიანი ვიდეო გადავიღოთ ქულების დათვლის პროცესს. შენ მიმდინარეობს მე-9 ნომერი სამიზნეს დათვლა. დავიწყოთ? იწყება დაჯილდოება და ქულების ისა? აი ვამდე. იქიდან მოვიდე, კი ბატონო. იქ მოხვიდე, იქ იქნებიან და აქედან რო გადაიღო. კი და ჩვენ ცოტა მოიწეთ. კი. ორი შეჯიბრი ერთაში 100 სოლაში. მოსი მონაწილე ყავდა 20 მონაწილე. მაქსიმალური ქულარი 150. კი რადგანზე გავიდა მარაკოლიძე გოგა. აში. პირველ ადგილზე გავიდა მარაკოლიძე გოგა. ლოცავთ გოგას. გამარჯვებას. კოლექციას 153 ქული და 8X-ი გავიდა იქაში ზურად. და მესამე ადგილზე 152 ქული და 10X-ი გავიდა აპაოზე გუგას. აპაოზე გუგას. ილოცავთ ბატონებო, დიდი სიხარულით წარმატებებს გისურვებთ. ეს სპონსორებისგან მაღალი კონსულტაცია სურათზე გასულს გადაეცემა ბინოკლი. მეორე ადგილზე გასულს მაღაზია საიპეჟის და გადაეცემა პნევმატური პისტოლეტი. ეგრე არ ჩვენო კიდე. მესამე ადგილს გადაეცემა საიპეჟის და ეს საიდეკოს განზრებული განა. სპეციალური პრიზი
ეს პრეცედენტი იყო, რომ პირველად გამოვიდა სროლელი მექანიკური სამიზნით 100 მეტრაზე და გებრიშვილი დავით გადაეცემა სპაიდერკოს სპეციალური ინგრიდი და იყო ჩვენ შეძლებელს კაცო ორი გარეშე გარ ყველას გიდოს აქვს ყველა მონაწილეს რა ვიცი იმედია არ დავიტანჯებთ ყველა რავი რავი შეძლებელოდება და დაიდება სიახლე ფედერაციის წევრებიდან მადლობა ორგანიზატორებს აღაზრდით მოგიწოდეთ რომ ეს კინოგია ჰაი პაუერია მიიღოთ მონაწილეობა საიდან დები არის თემები ეგეცია ელემენტებზია მეტაფორია ყველა სენსაცი ორჩინა იყო Hello, the group guys. Უსტის როლს და უფრო მეტი სიხარულისთვის და უფრო მეტი ახალისებისთვის მეტი საჭიროები და მეტი პრიზები და მადლობა სნაიპერჯის, მადლობა ტაქტიკალს და ძალიან ბევრი მაღაზია შეგვიძლია ჩამოყალო ისევე იარაღიჯი და ასე შემდეგ ძალიან ბევრი მაღაზიები მიიღეთ მონაწილეობა და გაახალისეთ ეს მოქალაქეები რომლებიც ევულობენ ასეთ შეჯიბრებში მონაწილეობას. Ყველა წარმატებული დღე და მადლობა ყურადღებისთვის.